მოდი დავიწყოთ თემით, რომელიც ყველაზე ცხელია და აქტუალური, თუმცა ყველაფერს შევიხებით, რაც მახსენე, ედიტორიალში სტრატეგიას უპირველეს ყოვლისა, მაგრამ პირველ რიგში თემა, რომელიც ყველაზე მეტად დაინტერესებს ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებს და არა მარტო მათ. ეს არის საკადრო გადაწყვეტილებები, რომელიც მიღებული იქნა 2 დღის წინ და სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაცია მოყვა. პრინციპში ახლა ნამდვილად არ არის ის დრო, როდესაც ვიღაცის გაძლიერებასა თუ დასუსტებაზე უნდა იყოს საუბარი, მაგრამ მაინც გაჩნდა ესეთი კომენტარები და ინტერპრეტაციები, რომ ეს არის თქვენი როგორც თავმჯდომარის პოზიციების თითქოს შესუსტება. სიმართლე გითხრათ, ზუსტად ვერ გავიგე არგუმენტები, რაც ამ გვარ შეხედულებას შეიძლება აძლიერებდეს, მაგრამ ამდენი გადაწყვეტილების მიღება საკადრო მხედველობაში ცხადია რაღაც გარკვეულ ლოგიკას ექვემდებარება. მოდით თქვენი ლოგიკა შეთავაზეთ ნაცმოძრაობის მხარდამჭერებსაც და სხვებსაც. დიდი მადლობა მოცემული შესაძლებლობისთვის და თქვენი ეთერის მეშვეობით პირველ თვალწელს არ ვიქნები ორიგინალური, მაგრამ მიულოცავ შობა ახალწელს თქვენს მაყურებელს და დიახ, თითქმის ყველაფერი ახსენეთ თქვენს ედიტორიალში, უბრალოდ პატარა რემარკა შევიტანდი იმ რეპლიკაში, რომელიც თქვენ პოსტ ედიტორიალი თქვით, რომ ალბათ ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერებს აინტერესებთ თუ რა პროცესები მიმდინარეობს ნაციონალურ მოძრაობაში. სინამდვილეში მე რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ ჩვენი თითოეული მხარდაჭერი და ამორჩეველი დღეს არსებული ბოლომდე იყოს თემით იყოს ინფორმირებული ზუსტად რა პროცესებს აქვს ადგილი ჩვენს პარტიაში, მაგრამ არანაკლებ რბილად ვთქვათ, მაინტერესებს ის პოტენციური ხვალინდელი ამორჩეველი ნაციონალური მოძრაობის, რომელიც დღეს არ არის ჩვენი გუნდის ამორჩეველი და ასეთი არის ძალიან ბევრი. ამიტომ მე ერთდროულად მომდენო წლების განმავლობაში, მომდენო პერიოდის განმავლობაში ვეცდები და ეს სტრატეგიის ნაწილი იქნება ახალი ხედვის ჩამოყალიბების პროცესში ვართ. ჩემი და ჩემი მეგობრების უდიდესი სურვილია, რომ ვესაუბროთ არა მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის უკვე არსებულ ამორჩეველებსა და მხარდაჭერებს, რაც პოლიტიკური პარტიისთვის რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, რომ უკვე არსებული მხარდაჭერი და ამორჩეველი შეინარჩუნო, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ალბათ დავითავხებით, რომ ეს მხარდაჭერა გაზარდო, მით უფრო, როდესაც შენი მოწინააღმდეგე არის ის სუბიექტი, რომელიც სამართლიანად არ გერძვის და მისი დამარცხებისთვის მნიშვნელოვანია დრამატული უპირატესობა. ეხლა ნაციონალურ მოძრაობაში ხდება ის, რაც უნდა მოხდარი იყო შარშან დაახლოებით ამ დროს. ან მას შემდეგ რაც თქვენ აგირჩიეს, მასში ვთქვათ გარკვეული პირდაპირი არჩევნები იანვრის თვეში, ხო გვაქვს ძალიან მოკლედ ვიტყვი, იანვრის თვეში იანვრის თვეს შარშან, მას შემდეგ რაც მართლაც პირველად მოხდა ის, რაც მოხდა ელექტრონულ ფორმატში აირჩა პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარე, ამ შემთხვევაში ნაციონალურ მოძრაობის, რომ ზოგადადაც ქართულ პოლიტიკურ რეალობაში პირველი შემთხვევა იყო, რაც მისასალმებელია და დარწმუნებული ვარ, ეს ტრადიცია გაგრძელდება და ვერ წარმომიდგენია ნაციონალურ მოძრაობის შემდეგი თავმჯდომარეები წლების შემდეგ 40-50 წელიც დარწმუნებული ვარ, იქნება ეს პოლიტიკური პარტია ფლაგმანი, მათ შორის ქართული პოლიტიკის საკუთარ თავმჯდომარეს აირჩევს ამ ფორმატში. მე მაშინ ჩემ პროგრამულ სიტყვაში ვთქვი, თუ რა არის გასაკეთებელი და მალევე შევუდექი მეგობრებთან ერთად, ახლად შემოერთებულ მეგობრებთან ერთადაც პარტიაში რეფორმების გატარებას. ძალიან მცირე ნაწილი ამ რეფორმებისა გატარდა და მალევე სამწუხაროდ აღმოჩნდა იქ, სადაც დიდი სურვილი სიმართლე გითხრათ, აღმოჩენის არ ქონდა, თითქმის 3 თვე ვიყავით. გამოსვლის შემდეგ დაიწყო საარჩევნო კამპანია, საარჩევნო კამპანიის დასრულების შემდეგ წლის ბოლოს უკვე მიხეილ სააკაშვილი აღმოჩნდა სამწუხაროდ ტყვეობაში და დღემდე ვერ მოხერხდა ის, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პარტიის სიცოცხლის უნარიანობისთვის, ეს ერთი და პარტიის გაძლიერებისთვის და უბრალოდ სიცოცხლის უნარიანობისთვის. მოკლედ რომ ვთქვა თავარი, მე პარტიის წარმატებას მხოლოდ და მხოლოდ ხედავ პარტიის რეორგანიზაციაში და რეფორმირებაში და ეს ყველაფერი გადის არა მხოლოდ უბრალოდ საკადრო რეფორმებზე, პირიქით, მნიშვნელოვნად გადის ხედვის კორექტირებაში. პარტია ნაციონალურ მოძრაობამ უნდა ისწავლოს ყოველდღიური მუშაობა. დღემდე და არა მხოლოდ სამწუხაროდ ნაციონალურ მოძრაობა, ეს შეიძლება აღიარებით ჩვენებად ჩამითვალოთ,
ან ზედმეტგულწრფელობად, როგორც გენებოთ, მაგრამ რომ უნდა ვთქვა სიმართლე, ქართულ პოლიტიკაში ყველა ოპოზიციური და მათ შორის სახელმწიფო პარტია ხო საერთოდ ასე იქცევა, ხოდ არჩევნებამდე 2-3 თვით ადრე აქტიურდება. ნუ უკეთეს შემთხვევაში 4 თვით ადრე. ანუ არჩევნებიდან არჩევნებამდე ვცხოვრობთ. რაც არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ნდობა საზოგადოებაში გაზარდო. ამიტომ თუ გვინდა ჩვენ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი მოვიმხროთ და ჩვენში დაინახონ ალტერნატივა, ჩვენ არა რეალურად, ამათ პრაქტიკულად უნდა ვიყოთ ყოველდღიურად საარჩევნო რეჟიმში. უნდა ვემზადოთ გადამწყვეტი ეტაპისთვის. იქნება რიგარეში არჩევნები? ხოლმე გაგვიხარდება არა მხოლოდ პარტია ნაციონალური მოძრაობის აღმოჩენასა და ხარდაჭერას, არამედ საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას, იმიტომ ეს მოლოდინი სრულების საზოგადოებაში დაუოკებელი სურვილის სახით არსებობს. რიგითი არჩევნები იქნება თუ რიგარეში არჩევნები, პარტია უნდა ემზადოს ყოველდღიურად. ინფრასტრუქტურული მონოლითი არის ასაშენებელი, უკეთესეს იმედს სტოვებდა ეს ყველაფერი პარტიაში, ცენტრალური აპარატი არ არსებობდა პრაქტიკულად, ესეც სიმართლეა და უნდა ვთქვა. აი ფილმი რო არის მარტო სახში, ხომ იცით? დაახლოებით ასე ვიყავი გადანაწილებული პასუხისმგებლობის თვალსაზრისით პარტიაში. ყველა სხვა დანარჩენის საპასუხისმგებლო თანამდებობა პრაქტიკულად პარტიაში იყო აუთვისებელი და აუცილებლობა დადგა რეალობის გათვალისწინებით, რომ ჩვენ მალევე მიგვეღო ეს გადაწყვეტილება და პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარედ და გენერალურ მდივნად აგვერჩია ჩემი წარდგენით პარტიის გამოცდილი მებრძოლები, ადამიანები, რომლებიც მრავალი წელია საზოგადოებრივად და პოლიტიკურად აქტიურები არიან, თუმცა ეს ყველაფერი ზღვაში წვეთია. მომდენო პერიოდში იქნება იმაზე მეტი ცვლილებები, ვიდრე ბევრს წარმოუდგენია, იქნება მტკივნეული ცვლილებებიც, რეფორმა გულისხმობს მტკივნეულ ცვლილებებს, მაგრამ ორიენტაცია იქნება მხოლოდ პროგრესზე და განვითარებაზე. ძალიან მალე ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ ყავდეს უკვე ახალგაზრდული ფრთა, ნაციონალურ მოძრაობას ყავდეს ახალგაზრდული ფრთა, სტრუქტურულად ახალგაზრდული ორგანიზაცია. ახალგაზრდული ორგანიზაცია, როგორც ეს ორგანიზაციული ფორმით არ არსებობდა. არ არსებობდა სამწუხაროდ და ესეც ალბათ უცნაურია, მაგრამ რაკიღა გულწრფელად მაღალ ხარისხში საუბრობ, ესეც უნდა გითხრათ, შეუძლებელია პარტიას ჰქონდეს ამბიცია ხელისუფლებაში მოსვლის და არ ყავდეს მოქნილი, ენერგიული, მოტივირებული, განათლებული ახალგაზრდების გუნდი. ორგანიზებული ახალგაზრდების გუნდი. ეს ყველაფერი მაქსიმალურად შეჯიბრებულ ვადებში მოხდება, ჩვენ კოლეგებთან ერთად პარტიაში მუშაობთ, ჩატარდება შესაბამისი ყრილობა და ყრილობას არჩეული იქნება ბევრი წარმატებული ჯერჯერობით ბევრი მათგანი უცნობი იქნება საზოგადოებისთვის, მაგრამ მომავალში ისინი დაწუნებული ვარ საკვანძო თანამდებობებს ქვეყნის მართვის სისტემაში დაიკავებენ, რაც ახალი სისხლი მეტი იქნება პარტიაში, მით უფრო ჯანსაღი იქნება ატმოსფერო. პოლიტიკურ საბჭოზე ვთქვა, ორიოდეს საბჭო იყო. შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ თქვენი პოლიტიკურ საბჭოს თავმჯდომარეობიდან გადადგომის შედეგი იყო რაღაც. ისე კარგია ესეთი სხვადასხვა პოზიციები დაფიქსირდა ეს მეტყველებს რაზე, რომ დიდია ყურადღება ნაციონალური მოძრაობის მიმართ. სიმართლე რა არის? სიმართლე არის ერთი. მას შემდეგ რაც ბატონმა გრიგოლ ვაშაძემ ჩვენ დაგვტოვა, მე პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარეობიდან გადავინაცვლე პარტიის თავმჯდომარედ და ვითავსებდი, მაგრამ ვითავსებდი ეს ყოველგვარ ნათქვამია პრაქტიკულად პოლიტიკურ საბჭოს სხდომა არ ტარდებოდა უკეთეს შემთხვევაში წლის განმავლობაში მხოლოდ ორჯერ ჩატარდა, რამდენადაც მახსოვს არადა პოლიტიკური საბჭო როგორც ორგანო არის მნიშვნელოვანი ორგანო, ეს არის დაახლოებით ასე ვთქვათ პარტიის პარლამენტი, სადაც სხვადასხვა აზრები, იდეები, ინიციატივები, დისკუსიები უნდა მიმდინარეობდეს და ამის შემდეგ რა თქმა უნდა ხალხის საჭიროებაზე მორგებული ინიციატივები უკვე აღმასრულებელ გულში უნდა გადადიოდეს და ხდებოდეს იმპლემენტაცია, სადაც ასევე ჩვენ მქონდა სერიოზული ხარვეზები და პეტერ ცისკარიშვილის გენერალურ მდივნად არჩევის შემდეგ რამდენიმე დღეში ჩვენ გვეყოლება მოქნილი და კომპეტენტური სამდივნო
სადაც ადამიანები იქნებიან თავიანთი კომპეტენციის მიხედვით გადანაწილებული სხვადასხვა მიმართულებებით და აქ ჩვენ ვიხილავთ ბევრ ახალგაზრდას, ახლად შემოერთებულ გუნდის წევრებს და ისინი იქნებიან, რა თქმა უნდა, სიმბიოზში ძველ ჩვენს გამოცდილ პარტიის წევრებთან ერთად და ერთი სიტყვით ეს ორი მნიშვნელოვანი რგოლი, როდესაც ყოველდღიურად ოპერატიულად დაიხარჯება და რესურსულად ყველა მიმართულებით, არა უბრალოდ რუტინულად ყოველდღიური რაღაცა პრობლემების გადალახვაში, რასაც ადგილი ჰქონდა, ჩვენ ყოველდღიურად უბრალოდ პასუხობდით პრობლემებს და არ ხარჯავდით ჩვენს ენერგიასა და ჩვენს სხვადასხვა რესურსს პარტიის სამომავლო განვითარების საქმისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ პარტიაში სტრატეგიულად დამოკიდებულად შევცვალოთ. ანუ პარტია უნდა მუშაობდეს მომავალ პარტიის მშენებლობაზე და არა უბრალოდ დღეს და ხვალდილით ყოველდღიურად რუტინული საკითხის გადაჭრაში უნდა იყოს ჩაფული. ეს გიორგი, მე დარწმუნებული ვარ წესრიგში და სისტემაში მოყვანილი. მე ჯერა როგორც არასოდეს რომ შედეგი გაცილებით უფრო უკეთესი იქნებოდა ნაციონალურ მოძრაობას უკანასკნელ წლებში და განსაკუთრებით მიუხედავად ტოტალურად გაყალბებული არჩევნებისა. პარტიული მანქანა უნდა იყოს განსაკუთრებით ოლიგარქიული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში ბოლომდე უნაკლოდ აწყობილი და წყობში მოყვანილი. ასეთ შემთხვევაში არის შესაძლებელი ეს გადაწყვეტილებები პარტიის უკეთესად ორგანიზებისთვის არის. შეუძლებელია სხვაგვარად. თუ შენ არ ემზადები, რამდენად არსებობს და საერთო აზრი, თუნდაც იმ პოლიტსაბჭოს ხდომაზეც იყო თუ არა განსხვავებული შეხედულებები, თუნდაც ამ საკადრო განსხვავებული შეხედულებები, რა თქმა უნდა, ყოველთვის არის, იყო და იქნება. რა დონეზე მიმდინარეობდა და რა საშუალება ჰქონდათ, რომ მესამე პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან პარტიის დამფუძნებელთან გაგებულოთ გარკვეული კონსულტაცია. ნიშნავენია ყველა ვიცოდეთ, რომ პარტია ნაციონალური მოძრაობა დრამატულად განსხვავდება ქართული ოცნებისგან და შეუძლია ყოფილად გრძნობ მე თავს და ყველა ნაციონალური მოძრაობის აქტიური წევრი, როდესაც ირიბად ამ პირდაპირ პარალელს სწავლებენ ნაციონალურ მოძრაობასა და ქართულ ოცნებას შორის, როდესაც საქმე ეხება მათ საქმიანობას, ხო? ჩვენ განაწყვეტილებებს ვიღებთ გუნდურად და ასე იქნება, მოდივად უბრალოდ გვინდა რომ ეს გუნდი იყოს ძლიერი და საზოგადოება ჩვენში ხედავს ალტერნატივას. ესეც სიმართლე რომ დღესდღეობით ბევრი ადამიანი ჩვენში ალტერნატივას ვერ ხედავს. არსებობს საქართველოში ბევრი მხარდაჭერი ნაციონალური მოძრაობის, არსებობს მხარდაჭერი სოლიდური რაოდენობის ქართული ოცნების, ამას დამატებული ის რაც მათ არ ეკუთვნით, მაგრამ ძალიან ბევრი საქართველოს მოქალაქე მიეკუთვნება არც ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერთა რიგებს, არც ქართული ოცნების მხარდაჭერთა რიგებს. ბევრი მათგანი ამ მესამე კატეგორიაში არის უბრალოდ იმედდაკარგული, მათ არ სჯერათ არც ერთი პოლიტიკური პარტიის ქართული ოცნება, ავთ მოყირჭებული როგორც მართველი ძალა, მაგრამ ეძებენ ალტერნატივას. და ჩემი სურვილია როგორც პარტიის თავმჯდომარის და ჩემი მთავარი ერთ-ერთი ამოცანა იქნება, რომ აი მესამე კატეგორიის მიმართულებით ვიმუშაო ძალიან აქტიურად და აქედან მოვიმხრო არა როგორც ამორჩევლებად და მხარდაჭერებად უბრალოდ ადამიანები, ჩვენი ძვირფას საქართველოს მოქალაქეები, არამედ ბევრი მათგანი პარტიაში მოვიყვანო და მოხდეს მათი ინტეგრაცია. მსგავსი რამ მოხდა არაერთხელ სხვადასხვა ეტაპზე, მათ შორის ჩემი ჩართულობით, ეხა ყოველწლიურად გიორგი ძვირფას მაყურებლებო 40,000 ახალი ამორჩეველი ყავს ქვეყანას ყოველწლიურად. ანუ ადამიანები, ვინც დღეს არიან 17 წლის, რამდენიმე თვეში გახდებიან 18 წლის და ისინი პირველად სწავლენ საარჩევნო უბნებზე, ან საერთოდ არ მიდიან, ხომ? მე ზოგჯერ შეება შტაბეჭილება, რომ ჩვენ ჩამორჩით ახალი თაობის მაჯისცემას. და წარმოვიდგინეთ, მას შემდეგ რაც ნაციონალური მოძრაობა არ არის ხელისუფლებაში, გავიდა 10 წელიწადი და დაახლოებით 500,000 ახალი ამორჩეველი ყავს ახალი თაობის წარმომადგენლების სახით და
მათთვის შესაძლებელია ჩვენ საინტერესო პოლიტიკური პარტია დღეს მდგომარეობით არ ვიყოთ და ჩემი სურვილი არის რომ ეს ასე არ იყოს და ეს დისპოზიცია შეიცვალოს პოლიტიკურ ველზე ეს დამოკიდებულება შეიცვალოს ჩვენს მიმართ ამას სჭირდება მათი ბევრი თაობის წარმომადგენელი ვიხილო პარტიის ხარდაჭერება და პარტიის რიგებში მათ შორის წამყვან მმართველობის რგოლებში ეს რაც შეეხება უშუალოდ ლოჯისტიკურ და ინფრასტრუქტურულ და სტრუქტურულ მოწყობას, მაგრამ ამით ხომ უნდა შევიფრაგლოთ, ხომ? პარტიის მნიშვნელოვანი ასევე კომპონენტია, საზოგადოებას ვესაუბრებოდეთ იმ პროგრამულ კომპონენტებზე, რომელიც განხორციელდება გამარჯვების თანავე. ანუ როგორ ხედავთ ჩვენ ეკონომიკის განვითარებას, როგორ ხედავთ საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებას, ამ მიმართულებითაც აქტიურად მუშაობთ და უახლოეს პერიოდში იქნება დეტალური პრეზენტაციები გაკეთებული სხვადასხვა მიმართულებით. ერთს გეტყვით ძალიან მოკლედ, რომ პრაქტიკულად გაწერილი არის ეს გეგმა ნებისმიერი პასუხისგებლიანი ხელისუფლების პირობებში კომპეტენციის ქონის პირობებში რა თქმა უნდა და კვალიფიკაციის შესაძლებელი არის 4 წლის განმავლობაში 10 მილიარდი დოლარის ინვესტიციის მოზიდვა პირდაპირ ინვესტიციების სახით. ეს არ არის როგორც ინგლისურად rocket science, ეს არ არის რაღაცა მეცნიერება, რომელსაც შეიძლება ქვეყანაში დაეწაფოს მხოლოდ 2-3 ადამიანი. ამას შეიძლება პოლიტიკური ნება, ამას შეიძლება გუნდი კვალიფიცირებული და პროფესიონალებით დაკომპლექტებული და მართლაც უნდა გქონდეს სურვილი ეს ვაკეთოთ. მომხდარა ნაციონალური მოძრაობის შემთხვევაში, რაც კარგი მომხდარა, ამ მიმართულებით მომხდარა და ეს გამოცდილება ამ პარტიაში არსებობს, ამას ემატება ახლა ის თანამედროვე განვითარებული ტექნოლოგიური ბაზარი, რომლის ათვისება ქვეყანაში უბრალოდ არ ხდება, არა და მთელი სოფლიო გადაწყობილია სხვა პლატფორმებზე და ოქროსსა და ნავთობის მიღმა სოფლიოს მასშტაბით უამრავი კომპანიები საკუთარ ქვეყნებში ძალიან დიდი დოლათი შემომტანები არიან ტექნოლოგიური განვითარების მიმართულებით და მსგავსი რა ხდება ჩვენს ქვეყანაში არ ხდება. მე უბრალოდ ორი სიტყვით ვეცადე ამეხსნა ის რასაც პრეზენტაციის სახით ძალიან მალე ჩვენ გავაკეთებთ და ეს პრეზენტაცია იქნება მორგებული იმ აქტუალური საკითხების გადაწყვეტას, როგორიც არის უმუშევრობა, როგორ ხედავთ უმუშევრობის აღმოფხვრას და ეკონომიკის გაჯანსაღებას და ფასების დასტაბილურებასა და დარეგულირებას. ხო, ეხლა ზუგდიდში ვიყავი, გიორგი და აი ცოცხალი მაგალითი მინდა მოვიყვანო აგრარულ ბაზარში, ცნობილ აგრარულ ბაზარში დავყავი დაახლოებით 4 საათი მეგობრებთან ერთად და ნუ ჯერ დაწყებული იქიდან რომ ხა წარმოვიდგინეთ ერთი დახლი მარტივად ხო აგრარულ ბაზარში ღის იქ მოვაჭრე ადამიანისთვის 230 ლარი 230 ლარი უნდა გადაიხადოს გაუძვირეს ეხლა და ასეა ყველგან რომ იქ უბრალოდ ივაჭროს და არაფერი დიდი მას არ რჩება მაგრამ ვიკითხე საინტერესო ჩემთვის აი რა პროდუქტებზე გაძვირდა ყველაზე მეტად ფასი ყველაფერზე გარდა ხორცისა ძალიან გამიკვირდა ყველაფერზე ფასი არის დრამატულად გაძვირებული ცაში აფრენილია და ოდესაც ასაბებთან მივედი იმ დახლებთან სადაც ხორცს ყიდიან მათ თქვეს რომ ხორცზე ერთი თეთრი და ზარგაზდილო ფასი და როგორ გამიკვირდა და რა ახსნა აქვს თურმე ამ ყველაფერს მოთხოვნა არ არსებობს გესმით ხორცზე სურვილი კი არსებობს ზუგდიდელებში ვერ ყიდო შესაბამისად რა აზრია გინდ დავაიაფო გინდ გავაძვირო ვერ ყიდიო ხორცს იმიტომ რომ ვერ ყიდულობენ წარმოიდგინეთ ამიტომ ასე ხდება ყველგან თელს ქვეყანაში და თელს ყველა რეგიონში გურიაში განსაკუთრებით სადაც რამდენიმე დღეში აუცილებლად ჩავალ. ამიტომ საზოგადოებამ უნდა დაინახოს რომ პოლიტიკოსი და პოლიტიკოსები აი გადაჭარბების გარეშე ყოველდღე არიან საზოგადოების გვერდით. სხვადასხვა საზოგადოებრივმა ჯგუფებმა ეს უნდა იწამონ არჩევნებამდე. მე ხარ დაგემოვოთ 4 დღით, ოდესაც ვიყავ ზუგ გამიადვილდა მათი კომუნიკაცია. გამიადვილდა, იმიტომ ხედავდი რომ ბუნებრივი იყო ეს ინტერაქცია ჩვენ შორის. რატომ იცით? იმიტომ რომ მათაც იცოდნენ და მეც ხო ვიცოდი რომ არჩევნები არ არის. და უბრალოდ ვიყავი იქ როგორც პარტიის ლიდერი, ცდილობდი გარკვეულიყავი ვითარებაში და ეს ხელს უწყობს დაახლოებას პოლიტიკოსსა და პოლიტიკოსებსა და ამორჩევლებს, ამ პოტენციურ ამორჩევლებს შორის. ოდესაც შენ არჩევნებამდე 3 თვით ადრე ჩადიხარ, ბევრი მათგანი გუწმრულად ამ ვიზიტებს არ აღიქვამს. ამიტომ პარტია უნდა გადავიდეს ძალიან ძლავრ მაღალ ხარისხში აყვანილ
ზრდისა და განვითარების ეტაპზე, რასაც შეგვიძლია დავარქვათ აქტიური საარჩევნო კამპანიის რეჟიმი, აი როგორც პარტია აქტიურდება საარჩევნო კამპანიის დროს და ყოველი საათი და ყოველი წუთი გაწერილია, ისეთივე მოდუში უნდა იყოს პარტია ნაციონალური მოძრაობა და რაც ვახსენე თავში, იგივეს გავიმეორებ. იქნება რიგ გარეშე არჩევნები, ყველაფერი დიდწილად იქნება ჩვენს დამოკიდებული და ჩვენს მუშაობაზე. და ამისთვის უნდა ვიყოთ მზად. იქნება სხვადასხვა გამოწვევები, მათ შორის გაზაფხულზე, ხო, გაზაფხულში, მარტში, აპრილში, მაისში. ამისთვისაც უნდა იყოს მზად პოლიტიკური პარტია, მაგრამ ეხა მუხჩაუხრე შრომის გარეშე და მნიშვნელოვანი გადაჯგუფებისა და გადალაგების გარეშე არ გამოვა. შეუძლებელია ვინმე შეგედაოთ იმაში, რომ პოლიტიკოსები აქტიური კომუნიკაცია საზოგადოებასთან კარგია, მაგრამ ორი კითხვა. პირველი საკმაოდ გრძლად მონოლოგის საშუალება მოგეცდა. ორი კითხვა. პირველი, რომელიც წინა კითხვაშიც იყო, მაგრამ სხვა თემისკენ წავედით. თქვენს პარტიაში არის ერთი ადამიანი, რომელსაც ასევე აქვს სურვილი ასეთ პირდაპირ კომუნიკაციის თავის მხარდამჭერებთან და ამომრჩევლებთან, თუმცა ახლა არ არის საქართველოს მოქალაქე და კენჭას ვერ იყრის, რომც კონდეს ამის შესაძლებლობა, ეს არის მიხეილ სააკაშვილი. რამდენად შეიცვალა რაიმე ტიპის სტრატეგიულ ამოცანაში სააკაშვილის ეხიდან გათავისუფლების მოთხოვნა ერთი რამდენად ჯდება ეს პარტიის ამ ტიპის აქტიურობის ნაწილში და მეორე როცა ამბობთ რომ თუ იქნება არჩევნები ეს არჩევნები თავისით ხო არ იქნება ანუ თქვენც მათ შორის და ყველაზე დიდმა პოლიტიკურმა ძალამ რა უნდა გააკეთოთ იმისთვის რომ რიგარეში არჩევნები იყოს. პრაქტიკულად მეორე კითხვას მე პრაქტიკულად ვუპასუხე რაც უნდა გავაკეთოთ, რასაც არ ვაკეთებდით და ანუ აქტიურად ხალხი შემოიყვანოთ უფრო აქტიურად პოლიტიკაში. ანუ არა მარტო პოლიტიკური პარტიების ზეწოლა იგრძნოს ხელისუფლებამ, რომელიც საკმარისი არ აღმოჩნდა ცვლილებებისთვის, არამედ ხალხი შემოვიდეს უფრო აქტიურად. თქვენ ხომ იცოთ ბევრ ადამიანს ვისაც ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვს ნაციონალურ მოძრაობა თუ ქართული ოცნება. კი, საკმაოდ ბევრია. ხო, აი ეს პრობლემაა ნაციონალურ მოძრაობისთვის. თუმცა ამისთვის არიან სხვა პოლიტიკური პარტიები, ეგრეთ წოდებული მესამე ფლანგის, ხო? თქვენ გაქვთ იმედი, რომ იმ მესამე ფლანგის პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერებს კი არა, საერთოდ არჩევანის არ მქონი ადამიანებს მიიფხრო? ასეთი ადამიანები უბრალოდ ბოლო მომენტში, ბოლო ჟამს არჩევნებზეც არ მიდიან. იცით, როდესაც ტალღა აზვითდება და დემოკრატიული ტალღის სახით ურტყამს, გინდა არჩევნები იყოს, გინდა საპროტესტო აქცია იყოს, რეჟიმი თავისი რობოკოპებითა და სპეცნაზითა და გაყალბების ინსტრუმენტებით და მექანიზმებით არის უძლური. ჩვენ სტრატეგია გვაქვს. კითხვაზე მიპასუხეთ. შეიყურეთ მიხეილ სააკაშვილი. ნაციონალურ მოძრაობის არა მარტო დამფუძნებელი, არამედ ამ პარტიის დნმ-ის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია. მათ თავისი წარმატებებით, თავისი შესწავლა, ხო? მიხეილ სააკაშვილი, მისი ბედი მნიშვნელოვანია ნაციონალური მოძრაობის ტრადიციული ამომრჩევლისთვის, ისევე როგორც ახალი მომხრეების მოსაყვანად, მნიშვნელოვანია მის როლთან დაკავშირებით დღევანდელი პარტიული ლიდერშიპის ლიდერების ხედვა. აი ეს სინთეზი როგორ შეიძლება ჰარმონიაში მოვიდეს ისე, რომ უკეთესი შედეგი მიიღოს თავად ნაცმოძრაობა. მიხეილ სააკაშვილის საკითხი, რა თქმა უნდა, პარტია ნაციონალური მოძრაობისთვის არის ცენტრალური საკითხი, შეუძლებელია და განსაკუთრებით ჩემთვის როგორც პარტიის თავმჯდომარისთვის და ჩემი მეგობრებისთვის, ეხა რთული პერიოდია ჩემთვისაც, პარტიისთვისაც, როდესაც პარტიის დამფუძნებელი არის ტყვეობაში და ყველაფერი უნდა აკეთო. ერთის მხრივ პარტია განავითარო, მეორეს მხრივ განავითარო შენი ურთიერთობა მოკავშირე ოპოზიციურ პარტიებთან, რის გარეშე ცვლილება ესეც სიმართლე არის უბრალოდ გართულდება. საზოგადოება უნდა ირწმუნოს, რომ ოპოზიციური განსხვავებული პარტიები მზად არიან სათანამშრომლოდ ერთმანეთთან გადაწყვეტ მომენტში და მე ვფიქრობ წელს შარშან წლის ბოლოს ჩვენ ეს დიდწილად საზოგადოებას ვაჩვენეთ, მაგრამ ამ მიმართულებითაც უფრო ქმედით ნაბიჯები გვაქვს გადასადგელი, მაგრამ მიხეილ სააკაშვილი არის ტყვეობაში. რა თქმა უნდა, ჩემთვის როგორც ადამიანისთვის თავიდანვანებოთ პოლიტიკურ საკითხებს, ხო, და კატეგორიებზე საუბარს, არის დიდი დისკომფორტი. მიმაჩნია, რომ თუ კი რამე არის ისტორიულ უსამართლობასთან დაკავშირებული, არის ეს მოცემულობა, როდესაც ღარიბაშვილი ივანიშვილს, მურუსიძეს, კობახიძეს და სხვებს, ხო, მე პიროვნულად არავის შევაწყვეტს არ ვაყენებ, მაგრამ პოლიტიკურად სახელმწიფოებრივ მიმაჩნია ადამიანები უბრალოდ ამ ქვეყანას მომავალს უსპობენ ძირშივე.
ყავთ თქვენდაყვანილი ადამიანი რომელიც თქვენ როგორც ახსენეთ და თავადაც და დაწუნებულ ხვალაც ისაუბრებს ამ ყველაფერზე და არაერთხელ usაუბრია უამრავი წარმატების კვალდაკვალ რა თქმა უნდა შეცდომებს ვუშვებდით ყველა ჩვენგანი ხო მაგრამ რომ არა ის პერიოდი დღეს ჩვენ შენდგარი სახელმწიფო ვიქნებოდით ან არ ვიქნებოდით 2012 წლის არ ვიცი მე ვფიქრობ რომ არ ვიქნებოდით ამიტომ როდესაც გაბრალებენ იმას რაც არ გაგიკეთებია და ამ ყველაფერს გიკეთებენ ძირგამოთქმის სახელმწიფოს ასე ვთქვათ საცეცეებით არის ისტორიული სამართლობა რომლის კვანძის გახსნა ჩემი როგორც საქართველოს მოქალაქის ამავე დროს პარტიის თავმჯდომარის ვალდებულებაც არის და სანამ ეს უსამართლობა არ აღმოიფრება ბუნებრივია ამ მიმართულებით ჩვენ ძალისხმევას არ მოვაკლებთ თუმცა საზოგადოებაში არსებობს სხვა მნიშვნელოვანი პრობლემებიც, რომელზეც პოლიტიკოსებმა ასევე უნდა ვისაუბროთ, იმიტომ რომ სანამ რეჟიმს ვებრძვით, ჩვენ სანამ მიხეილ სააკაშვილის გავათავისუფლოთ, შესაძლებელია სხვა პოლიტიკური პატიმრებიც იყვნენ ხომ? მის სამის მოლოდინი იყო პირდაპირ. და ეს ჩვენი ბრძოლა მიხეილ სააკაშვილის სხვა პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება არ გათავისუფლების ბრძოლა ხო არ არის პირველ რიგში, ხო რას ეძღვნება ეს ბრძოლა? ხალხის უკეთეს ყოფას. არა და ჩვენ მე დამჭერ შტაბ-ბიჭირება ბოლო პერიოდში რომ ხალხს მოვწყდით და ხალხმა ეს იგრძნო და მე შევთხოვეთ არ ვსაუბრო ამაზე იმიტომ რომ მე ეს მითხრეს რიგითმა უცობა ამომრჩევლებმა გასაგებია თქვენი პრობლემები გასაგებია თქვენი ეგზისტენციური სამართლიანი პრობლემები რომელიც გაწუხებთ პარტიაში მაგრამ ჩვენზე აღარ საუბრობთ ჩვენ არ ვთავაზობთ გამოსავლის გზებს და ყურადსაღებია მე ვფიქრობ ეს პრობლემა. ორი გადაწყვეტილება იყო დეკემბერში. მე ვფიქრობ რომ იცით რა არის ბრძოლა შედგება ეტაპებისგან და მინიმუმ მგონია რომ ჩვენ უბრძოლოთ თუნდაც ის 10 დღე არ ვიყავით და ვცდილობთ ყოველთვის მშვიდობიანი და მწვანე საპროტესტო აქციებით მივახციოთ წარმატებას. რაღაცა აქციები იქნება წარმატებული, რაღაცა აქციები წარუმატებელი იქნება. ამ ლოგიკით არც ერთი აქცია არ იყო მაშინ სწორი, ხო? ნაყისიერი შედეგი არ მოყვა. არც ერთი რომელიც გამართულა უკანასკნელი 9 წლის განმავლობაში. არა? რაც შეეხება აქციებს ალბათ გითხავდით. ხო, მე დაგასრეთ, მაგრამ აუცილებლად გითხავთ. აქციებამდე საპროტესტო აქციებამდე პოლიტიკური პროცესი უნდა მივიყვანოთ. ხო. და მოდი მაშინ მე კითხვას დავაზუსტებ, რადგან აქციებთ მივედით, ხო? მიხეილ სააკაშვილი, რომელიც გამოიხმაურა მათ შორის იმ საკადრო გადაწყვეტილებებს და მხარდაჭერა გამოხატა, ამიტომ აღარ გისვავთ შეკითხვას, რამდენად იყო საქმის კურსში არ იყო, ჩვენ ვიცით მის დამოკიდებულება პარტიაში მიმდინარე ამ ცვლილებების მიმართ. იქვე თქვა, რომ ის ასევე მხარს უჭერს პარტიის გააქტიურებას ადგილებზე, რეგიონებში და ითქვა ასეთი რამ, რომ შეიძლება ერთი რაღაც დიდი აქცია, თარიღი გამოცხადდეს, რომლის შედეგიც იქნება უკვე დიდი ცვლილებები. აი, ასეთი ტიპის ერთი თარიღი კვლავ რჩება რაღაც ისეთ საკრალურ მსგავსი არაფერი არ გადაწყვეტილა და ფიქრობ წინას არ მithumetes ორი თვით ადრე აქცია დაანონსებული არ იქნება, იმიტომ ეს არ არის სწორი. პოლიტიკური პროცესით უნდა მივიდეთ საპროტესტო აქციებამდე და ჩვენ როდესაც ვიგრძნობთ რომ არის სწორი მომენტი დრო რა თქმა უნდა მასშტაბური აქციებიც გაიმართება თუმცა პოლიტიკური პარტიის საქმიანობა არა მხოლოდ საპროტესტო აქციების გამართვა ხო ყველა ასპარეზზე და ყველა არენაზე და ყველა ფრონტზე უნდა ვიბრძოლოთ ყველა ფრონტზე უნდა ვიბრძოლოთ იქნება თვითმმართველობის დონე დიახაც პარტია ნაციონალური მოძრაობა უახლოვდება იმ გადაწყვეტილებას რომელიც გულისხმობს პარლამენტში ბრძოლის გაგრძელებასაც სადაც ჩვენი მეგობრები ასევე იქნებიან აქტიურები პირველ ჯერზე ჩვენ ოპოზიციურ სხვა პარტიებთან ერთად ნაციონალური მოძრაობა სხვა დამოკიდებულება ჰქონდა თვეების წინ ამ საკითხთან დაკავშირებით მაგრამ ეს დამოკიდებულება შეიცვალა რაც ბუნებრივია პოლიტიკური პროცესის ცოცხალი პროცესია ვესტებით საგამოძიებო კომისიების შექმნა სადაც ოპოზიციურ პარტიებთან ერთად ვითანამშრომლებთ და დღის წინათ და დღის შუქზე გამოვიტანთ იმ რბილად ასე რომ თქვა დეფექტებს რომელიც ქართულ ოცნებაში არის სხვადასხვა სახის აქტივობები
რომელიც მოსვენებას, სამართლიანად მოსვენებას არ მიცემს, ეს ადრე იძახდნენ და საუბრობდნენ კორუმპირებულებს. იცით, კორუმპირებული რაღაცა კლასიკურად ჟღერს პრაქტიკულად. უბრალოდ ფულის მძარცველებს, უბრალოდ კადენიათ ეს იღებენ ფულს და იპარავენ და მიაქვთ, თვითონაც არაფერი. ადრე კორუფციულ სქემებს ხლართავდნენ, ისე რომ შეიძლება განსაკუთრებული საქმეთა დეპარტამენტის წამყვანმა გამოძიებელმა თავის დროზე შეიძლება თვეები მიტაუთმო საქმის გამოძიებას, მაგრამ ეხლა ისე იპარავენ, დაამწყები სტაჟორი გამოძიებელიც კი გამოიძიებს ამ ფულის მოპარვის ფაქტებს. ერთი სიტყვით, რაც ვკითხეთ, იმას მოკლედ გიპასუხებთ იმაზე. აქცია გაანონსებული წინასწარ მასშტაბური აქცია მაქვს ხედველობაში, ჩემი საზრით არ იქნება მართებული, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ასეთი აქციები არ გაიმართება. პირიქით, ჩვენ საზოგადოებას უნდა შევთავაზოთ აქციების მეშვეობით შანსი ცვლილებების მოტანის და აქციისთვის, თუმცა მასშტაბურ აქციას ეხება, არ გვინდა რომ ჩავატაროთ იმაზე ადრე, ვიდრე ამის საჭიროება დადგება. მაგრამ იცით, აქციაზე ადამიანს მოსვლა უნდა უხაროდეს. აქციაზე ადამიანი უნდა მოდიოდეს, გინდ მიტინგი და არ ქვით, გინდა აქცია, დემონსტრაცია, რწმენით და კავშირით შენთან როგორც პოლიტიკოსთან. და არ არის აუცილებელი რომ იცით, შენ მიაკითხო სახში და ჩასვა ავტობუსში და ესე ჩამოიყვანო. იმ მნიშვნელოვან საკითხების გარშემო უნდა ვატარებდეთ ჩვენ საპროტესტო აქციებს, რომელიც რა თქმა უნდა ეხება პოლიტიკურ მართლმსაჯულებას, რა თქმა უნდა ეხება პოლიტიკურ ტყვეებს, ამ შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს, მაგრამ არა მხოლოდ უამრავ სხვა საკითხებსაც, რომელიც აწუხებს საზოგადოებას. საზოგადოების ნაწილმა სხვადასხვა ჯგუფებმა დაინახონ პოლიტიკოსებში, პოლიტიკურ პარტიებში, მათ თავმჯდომარეებში, მათ პასუხისმგებლობებს სხვადასხვა პირებში, რომელიც პარტიებს წარმოადგენენ, რომ ჩვენ ვპასუხობთ მათ პრობლემებს და მხოლოდ არ ვსაუბრობთ ერთით მეორეთი ჩანაცვლებაზე. ანუ რატომ იქნება პარტია ნაციონალური მოძრაობა უკეთესი ხელისუფლებაში, კოალიციურ ფორმატში, ქართულ ოცნებაზე ეს ყველა უნდა გაიგოს. მე კი ვიცი ეს. მაგრამ ბერმა არის. ჩემ ბოლო კითხვა ზუსტად ეხება ამას. ახლა ახსენეთ უკვე კოალიციური მართლობა, ხო? ჩვენ მაინც ძირითადად დრო დაუთმეთ ნაციონალური მოძრაობის გაძლიერების თქვენეულ გეგმას და სტრატეგიას. მაგრამ ყველა გათვლა აჩვენებს ამას და ეჭვი მაქვს თქვენ არ გექნებათ განსხვავებული აზრი, იმიტომ რომ ეს მოცემულობა მარტო ნაციონალური მოძრაობა ვერც ერთ არჩევნებში მარტო ქართულ ოცნებას ვერ დაამარცხებს, ხო? აუცილებელი არის კოალიციური ურთიერთობის პერსპექტივა დაინახოს საზოგადოებამ და კრიტიკულად განწყობილმა ამორჩეველმა და მათ შორის იმ ნაწილმა, რომელიც არჩევნებზე არც ყოფილა. გიპასუხებთ მოკლედ პრეტენზიების საინტერესო. თქვენ უკვე ახსენეთ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში განსაკუთრებით თბილისში კოალიციური მმართველობის პერსპექტივაზე საუბარი, რამაც მოიტანა შედეგები, მაგრამ მომავალში ცენტრალურ დონეზე ხელისუფლების მნიშვნელოვანი ასე ვთქვათ, ცვლილებების პერსპექტივის გათვალისწინებით, რაც გეგმავს ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, იმის პარალელურად, რომ პარტიას ორგანიზაციულად უფრო მყარად დააყენებს ფეხზე. ქვეყანაში ამ 30 წლის განმავლობაში 4-ჯერ შეიცვალა ხელისუფლება, ნუ აქედან ერთხელ ძალისმიერი მეთოდებით ამდენად შეიძლება მოცულობა დავარქვათ, მაგრამ იქაც კი რაღაცა ერთობის კონტურები იყო ამბოხებულების რიგებში. ნუ ესეც პარადოქსია, მაგრამ ასე იყო. ყოველთვის იცლებოდა კოალიციურად. ყოველთვის და ვერ იქნება შემდეგი ცვლილება გამონაკლისი. ნაციონალური მოძრაობა ეხა დღეს არსებულ ფორმას თუ შევეხებით, რა თქმა უნდა, ტოვებს რესურსული შტაბ-ჭრილება და ასე არის და ჩვენ აუცილებლად გავიზრდებით ხარდაჭერის კუთხით, აუცილებლად ამის პირობაზე ნაციონალური მოძრაობა ბევრად ძლიერი პოლიტიკური პარტია იქნება ვიდრე ოდესმე უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში და ამას იგრძნობს საზოგადოება უახლოეს პერიოდში, უახლოეს 5-6 კვირაში ამას დაინახავს, მაგრამ ახლაც რაც რაფორმაშიც ვართ, შეურაღებული თვალითაც შეგიძლიათ თქვათ, რომ ძალიან სოლიდურ შედეგზე გავდივართ, მაგრამ რა ვქნათ, რომ ჯერჯერობით სხვა ჩვენი მეგობარი ოპოზიციური პარტიები ისეთი წარმატებულები ვერ არიან ელექტორატის გაზრდის კუთხით, როგორც მე ვისურვებდი, როგორც მათი მეგობარი და პარტნიორი. ჩვენ, როდესაც საუბრობთ ქართული ოცნების დამარცხებაზე, ხომ? აი იმ შედეგზე, რა შედეგზეც ახლა ნაციონალური მოძრაობა გადის, რომ დავრჩეთ
ჩვენმა პარტიებმა ერთ-ერთ ჯამში დაახლოებით 18-20% უნდა დააფიქსირონ სამართლიან არჩევნებშიც, სამართლიან არჩევნებზე ვსაუბრობ დავუშვათ, მეტად სამართლიან არჩევნებში 18-20% უნდა დააფიქსირონ ჩვენმა პარტიებმა. 18-20% კი არა, ამ წუთის მდგომარეობით ჯამურად ეს ბევრად ნაკლებია. ამიტომ მე თუმცა ამის ძირითადი მიზეზი პოლარიზებაა, რომლის ნაწილი მიხეილ სააკაშვილის ფაქტორია. ამ შემთხვევაში ნაცმოძრაობა ხელოვნურად ცხადია სხვა პოლიტიკურ პარტიებს შეუწყობს, მაგრამ ჯანსაღი პოლიტიკური პროცესის ხელშეწყობის ოპოზიციურ ფლანგზე. თუ კი ვინმე აწყობს პოლარიზაცია, აწყობს ქართულ ოცნებას, ამაში ღრმად დაწუნებული, რომ ვერ ვისაუბროთ, ვერ ვიმოქმედოთ ისე, რა მოლოდინს აქვს საზოგადოებას. ვერ ვესაუბროთ საზოგადოებას იმ საკითხებზე, რა საკითხებიც მას ძალიან აინტერესებს. და ვესაუბრებით იმ საკითხებზე, რომელიც აინტერესებს, მაგრამ არა ძალიან. ეს მოცემულობა გვაქვს. პოლარიზაცია თუ კი არის, მაშინ როგორ არსებობს ის დიდი მესამე კატეგორია საზოგადოების, რომელზეც მე ვსაუბრობდი, რომლებიც არც ნაციონალურ მოძრაობასა და არც ქართულ ოცნებას დღემდე არ წყალობს და ასეთი ბევრი არიან. მე რომ ვკითხო, შესაძლებელია ჯამურად პრაქტიკულად იმდენივე არიან, როგორ პოლარიზაციის პირობებში არ არიან ეს ადამიანები, აი აქ მინდა ზუსტად დიახაც აი ამ ადამიანებთან დავამყარო ძალიან საქმიანი ურთიერთობა და გავზარდო ასე ნაციონალურ მოძრაობის ამორჩეულთა რაოდენობა და მე ვიცი ჩვენი მეგობრები ოპოზიციურ ორბიტაზეც კი სკეპტიკულად არიან განწყობილნი ხოლმე რომ ნაციონალურ მოძრაობას ზრდის პერსპექტივა არ აქვს პირიქით ზუსტად ვიცი რაზეც ვსაუბრობ აი მყარად ხარ ჩამოყალიბებული მეგობრებთან ის გეგმა როგორ უნდა მოხდეს პარტია ნაციონალურ მოძრაობის მხარდაჭერთა რიგების გაზრდა როდესაც შენ საზოგადოებაში უფრო დიდი მხარდაჭერით სარგებლობ ეს ქართული ოცნების გაყალბების მექანიზმებსაც კუმშავს იცით იმიტომ რომ ატმოსფერო ქვეყანაში ქალაქებში იცვლება და გამბედაობა ჭირდება იქ გაყალბებას პარსპორტების ჩამორთმევას და ის ადამიანი როდესაც ხედავს მაგალითად სოფელ არ ვიცი დარჩელში პირობითად ან თბილისში რომ რეალობა კიდევ უფრო მძიმეა მისთვის ანუ ქართული ოცნების ვიდრე ყოფილა ადვილი კი არ არის დანაშაულისაც ჩადენა დღისით მზისით ხომ ისინი გამბედავები არიან მაშინ როდესაც ვერ ხედავენ უფრო დიდ ძალას ოპოზიციაში რომელსაც მე ვისურვებდი და აუცილებლად ვნახავთ ამიტომ სერიოზულად ვერ დაგეთანხმებოდით იმ ნაწილში, რომ რომელიმე პოლიტიკურ პარტიას ვუშვით ჩვენ განვითარებაში მეტიც გულშემატკივრად. ვუშვით არ მithქვავს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში კოალიციური ურთიერთობების პერსპექტივა იცით რა არის? აი მე ვისურვებდი ძალიან მალე მქონდეს შესაძლებლობა ალტერნატივის ჩამოყალიბების და განცდის გაჩენის შესაძლებლობა მქონდეს და ვისაუბროთ და ჯერა რომ გვექნება ამის შესაძლებლობაც, რომ აი რას გააკეთებს ნაციონალურ მოძრაობა თავის პარტიებთან ერთად ხელისუფლებაში მოსვლიდან 100 დღეში, 1 წელიწადში, 2 წელიწადში, 3 წელიწადში, ოღონდ რიტორიკის დონეზე კი არა, არგუმენტირებულად, დამაჯერებლად, ციფრებში, პროცენტებში, რიცხვებში აი გაწერილი გეგმით წარდება, როგორც კვალიფიციური პოლიტიკური პარტია უნდა ატარებდეს საარჩევნო კამპანიას, აი ასეთი საარჩევნო კამპანიის ჩატარების შესაძლებლობა ჯერჯერობით არ მიეცემა, სანამ რეჟიმი არსებობს, ესე ძალიან კარგად გვესვის, მაგრამ ჩვენ ამ მიუხედავად უამრავი გამოწვევებისა, რომელიც გულისხმობს შანტაჟს, მუქარას, ზეწოლას, დევნას, პოლიტიკურ მასაჟურებას, უნდა ვიპოვოთ ძალა და სივრცე და დრო, რომ ვისაუბროთ იმაზე, რაც აინტერესებს ჩემს მეზობელს დალი მაისურაძეს. ღელავს მადე ჯაფარიძეზე, მამუკა ხაზარაძეზე, მიხეილ სააკაშვილის ძალიან განიცდის. მაგრამ აინტერესებს რა ეშველება დალი მაისურაძეს, მართა რა ეშველება მისი ასე თქვათ ყოფა გაუნჯობესდება თუ არ გაუნჯობესდება და ამაზე ვეღარ ვესაუბრებით. იცით უბრალოდ ის არის ჭირისუფალი. აი ჩვენ გულშემატკივარი და ჭირისუფალია უბრალოდ და იმედით აღარ არის ისე აღსავს, იმიტომ რომ რაღაცა აღარ ვესაუბრებით, მხოლოდ ჩვენს პრობლემებზე. ასე გამოჩნდა. ამიტომ ხედვაში იქნება მნიშვნელოვანი კორექტირება შეტანილი და ამას ვინ თუ არა თქვენი მზერა შეამჩნევს რამდენიმე იმ ხალხმა სხვა დალი მაისურაძეებმა ვიზეს თქვენ საუბრობდით. ახლა დიდი მადლობა. რა თქმა უნდა, ბატონო ჩემ მეზობელი დალი მაისურაძე ხო არ იქნება. დაგემშვიდობთ. ბატონო, დიდი მადლობა და წარმატებები და როგორც აღსვდეს ვართ ოპტიმისტურად განწყობილები და ეს ოპტიმისტური განწყობა ეფუძნება იმ რეალობას, რომელიც ნაციონალურ მოძრაობაში იქნება და ეს არის
საეტაპო პერიოდი ჩვენი პარტიისთვის ტყვეების გათავისუფლებიან, პარტიას განვითარდება. ბატონი ივანიშვილიც დათმობს ხელისუფლებას, მაგრამ ამას სჭირდება ორგანიზებული მუშაობა, დისციპლინებული ყოველდღიურად და არა არჩევნებამდე. მადლობა დიდი.